27-ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება. 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის მერე 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდეთ და კარგად იყავით. მე არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩადარდეს. ან იმის მსგავსი ნაციები იყვნენ, რაც დღეს მაშინ იყვნენ და გვახსოვს. ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ. ყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას. აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ზალა არის მოსაშორებელი. თუ არ მოკვეთეს სიმსივნე, ის გავრცელდება. არა და ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი. ქართული ოცნებაც ამოვიდა ალბათ ხალხს ყელში, ხო? 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია. ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე ძალიან ხშირად. აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხი შეიძლება კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი, იმ წუთში სიტუაცია აფეთქდა. აი ხორავას ქუჩა გაიხსენეთ. პროკურატურა არაფერ შუაში არ იყო. მაგრამ ისე ჩააწოდეს. თავის დროზე თამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების ღელვა იყო ისეთი, რომ იქ რო ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო, ჩვენ ქართული ოცნება ხელისუფლებას დაკარგავდა. აი ამისთვის არის ძალიან დიდი ხიფათი და სახიფათო ამათი დატოვება პოლიტიკაში. ეს არის ბოროტი ძალა, ეს არის ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკური პარტიების საკრძალვის და ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ რო გვაქვს, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას გონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის